მოგესალმებით. რამდენი ხანია მუკბანგი არ გადამიდია. ხო და მოვიტანე შაურმა კლაბის შაურმა. ოღონდ რინგლაითი ვერ დავაყენე ისე რომ მაგიდაც მოჩანდეს და მაპატიეთ რა. თან ამასობაში გამიცილდა. ესე იგი სამსახურიდან მოვდიოდი, სადგურის მოედანზე ვიყავი, უკვე რომ გამოვიძახე შაურმა და ზუსტად ამოვედი თუ არა დამხვდა კურიერი. ოღონდ ეს არის განსხვავებული შაურმა. როგორ ეძახიან არ ვიცი შაურმა პურში. ხახვის გარეშეს მითითება დამავიწყდა. ვაუ. 9 ლარი ღირდა და ესე გამოიყურება. კოკა-კოლა მაღაზიაში ვიყიდე. ოღონდ ეხა ისე მინდა დავაყენო, რომ მაგიდაც მოჩანდეს. აბა, არასოდეს არ გამისინჯავს შაურმა პურში და გონია რომ უფრო ნოყიერი უნდა იყოს. და შაურმის ხორციც. რო იყოს და მარილიანი უფრო კარგი იქნებოდა. ეხა ნახევარზე ჩავალ და გავაცხელებ ტოსტერში, თორე ამხელა ჩემ ტოსტერში არ ჩაეტევა. და ძალიან გააგემრიელა. შაურმა სულ სხვა და ეს სულ სხვა შაურმა ჯობია. ჩემი აზრი ესეთია. შეიძლება ვერ ვჭანგემრიელად, იმიტომ რომ კარგი ცხელი არ არის და შეიძლება ამაზე უფრო გემრიელებიც იყოს. მაგრამ ჩემთვის შაურმა უფრო მიჩვენია, ვიდრე ეს 10 ლარიან შაურმას ვერ ვერევი ხოლმე. ძლივს ვჭამ ბოლომდე. სოსისი ვაფშე სხვა გემოსაძლევს და შაურმა ვაფშე სხვა. ცოტა წვნიანი რო იყოს, უფრო კარგი იქნებოდა. ნახეთ. ცოტა წვნიანიც უნდა იყოს. არ მიმითითებია. არ ვიცი რატო დამემართა ეს
პირველად გამოვიძახე ჩემით და თან კიდე ესა რა ქვია არ ვიცი ინგლისურად იყო რა პროგრამა ყველაფერს ინგლისურად აჩვენებდა და რა ვიცი ახლა უცებ არ დავკვირვები ვარ თორე აგერ ცხარე წიწაკას დამატება შეიძლებოდა კეჩუპის დამატება მაიონეზის ან გარეშე შეგეძლო მიგეთითებინა მეტი შეგეძლო მიგეთითებინა და ნაკლები ცხარე წიწაკა კეჩუპი მაიონეზი სალათი ფოთოლი ხახვი და პომიდორი მე ვაფშე პროსტა გამოვიძახე მაგრამ ეგეც დამავიწყდა მიმეთითებინა რომ ხახვის გარეშე გაეკეთებინათ მაგრამ პიტრის მწნილისნაირი გემო წამოიღო წერან ხო და არ ვიცი რა იყო ესე იგი ჩემთან სამსახურში არის სამსახურთან ახლოს არის მაგშაურმა ყველაზე მეტად მომწონს მე რა იმიტომ რომ ძალიან გემრიელია მაგრამ მანდ ორჯერ ვჭამე მანდ და არც ერთხელ არ მომეწონა იმიტომ რომ უცებ ამზადებდნენ სულ ხალხია სულ რიგია უცებ მოამზადეს არ იყო კარგი ცხელი და რაღაცნაირად ვერ ვჭამე გემრიელად ეხლა ჩემი ტელეფონის მიკროფონს რო პრობლემა აქვს ჭამისას ხო არ ვლაპარაკობ ხო და სუხმა ითიშებოდეს იქნება და იმედი მაქვს რომ საშინელება არ გამოვა ვიდეო მაგრამ იმას ვიზავ რა ქვია მექნება მალე ტოსტერში გავაცხელებ ამას კარგად ტოსტერში გავაცხელებ კარგად ცოტა ლიმონის წვენს დავუმატებ ცოტას მარილს დავუმატებ და გაგემრიელდება თორე საერთოდ არ ვარ მაყოფილი ამით რა ვიცი რომ პურში რო არის ძალიან ნოყიერიაო და ძალიან განაყრებსო, მაგრამ მე უბრალოდ შიმშილის სურვილი მომიგლა, თორე სხვა არაფერი არ ვქნია. ეს ახლა ნახევარზე ხო ვჭამე. 9 ლარიანი, 10 ლარიანი შაურმა რომ ეჭამა ნახევარზე, უკვე ცუდად გავხდებოდი, იმიტომ რომ 5 ლარიანი შაურმა ჩემთვის არის საკმარისი. ხო და ამან რაღაც ვერ დამანაყრა და ვერც ისე მასიამოვნა, როგორც მაგშაურმა. შაურმა. ესე იგი, ტოსტერში კარგად გავაცხელებ, დავუმატე ლიმონის წვენი, მდნარი ყველი და არაჟანი. ხო და ეხლა იქნება გემრიელი, მაგრამ აი ესე საჭმლის მომზადება რომ დომოვდა არ გამოვიძახებდი. ხო და ესე თუ იმას მოაწყობ, რა ქვია, თუ დავუმატებთ რაღაცებს, გაგემრიელდება.
გაუგე რაღაცა გემო. ესე იგი, ახლა გავიზიარებთ ჩემს აზრს. ჩემი აზრით არავირჩიე რა მინდოდა მეტი, რა მინდოდა ნაკლები, რა მინდოდა არ ქონოდა, ჩემი ბრალია რომ არავირჩიე, მაგრამ შაურმისგან სულ სხვა რაღაცაა რა, კი ქვია შაურმა პურში, თუ რაც ქვია, რა ვიცი როგორ ქვია. მაგრამ შაურმა სულ სხვანაირ სიამოვნებას გაძლევთ და ეს უფრო რაღაცნაირი სლაბია რა, ეს პურიც ისე ძალიან მარტივად იმაშვება და ძალიან ლაითი და სლაბია ეს, ვიდრე შაურმა. შაურმა უფრო გემრიელია. ხო და რავი, ნუ ეხლა გზა გამოიარა, რა თქმა უნდა, კურიერმა მომიტანა და ცხელი იმდენად ვერ იქნებოდა, მაგრამ უფრო კარგად გამომცხვარი, ცოტა მეტი მარილი, ცოტა ნაკლები სოსისი და მეტი შაურმის ხორცი მოუხდებოდა. ასევე წვნიანი რო იყოს უფრო რა, სოიოს соусიც მოუხდებოდა ჩემი აზრით და უფრო წვნიანი უნდა იყოს და რავი, მოკლედ საბოლოო ჯამში 10-დან ალბათ 6-900 დაუწერდი. დამიწერეთ აბა კომენტარებში თქვენ რომელი უფრო გიყვართ, ჩვეულებრივი შაურმა თუ შაურმა პურში და რა ვიცი, რომელი უფრო მოგწონთ, დამიწერეთ. მოკლედ, რა ვიცი, ყველას თავისი გემოვნება აქვს, რა თქმა უნდა. და მე ვიტყოდი ჩემ აზრს, რომ ჩემი აზრით შაურმას არ უხდება სოსისი. იმიტომ რომ სოსისმა ვაფშე თავის გემოზე წაიყვანა მთლიანი ისა ყველაფერი და აი ჩვეულებრივ საცხობში რო იყიდით hot dogs, რომელსაც აქვს სოსისი, კეჩუპი, მაიონეზი, ეგეთი გემოქონდა. ხო და დანაყრებით ეხა დავანაყრა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამხელა მოცულობის იყო. მაგრამ მაინც შემდეგში მეცოდინება, რომ თუ მინდა სამსახურის შემდეგ სახლში რომ მოვალ, თუ მინდა უცებ გემრიელად მივირთვა, უნდა გამოვიძახო ჩვეულებრივი შაურმა. მე მაგალითად უპირატესობას ვანიჭებ მაგ შაურმას. ხო და მე მაგალითად ვერ დავრჩი კმაყოფილი ამით პურში შაურმით და ალბათ
შემდეგისთვის ყოველთვის უპირატესობას მივანიჭებ ჩვეულებრივ შაურმას. აზრი დაგემოვნება და მე ჩემი იმის რა ქვია როგორ გითხართ მოკლედ ჩემი აზრი გიგითხარით ამ საქმესთან დაკავშირებით და არ ვიცი ზოგ შეიძლება მოწონდეს ზოგი შეიძლება გიშდებოდეს მაგრამ ყველას თავისი გემოვნება აქვს და მე მაგალითად ეს დიდად ვერ მომეწონა წავედი აბა დროებით